შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კომპლექსური ანტინარკოტიკული პოლიტიკა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2014 წლის მაისის სტატისტიკასთან შედარებით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის დაბალი მაჩვენებლები შენარჩუნებულია. თებერვალში საზღვარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 2014 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეიმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად და ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში ძალაში შესვლის შემდეგ აღსანიშნავი არის ის შთამბეჭდავი კლების ტენდენცია, რომელიც გვაქვს კერძოდ უკანასკნელ თვეებში 99%-ით არის კროკოდილის მოხმარება შემცირებული. მეორე პრობლემას რაც შეეხება, როგორც მოგახსენეთ, ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ამ კუთხითაც ჩვენ განსაკუთრებულად აქტიურად ვიყავით ჩართულები პრობლემის დაძლევის კუთხით და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, 1 მაისის შემდეგ, ასევე შთამბეჭდავი კლება გვაქვს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და დაახლოებით 90%-ზე მეტი არის ეს ციფრი. გამკაცდა კონტროლის რეჟიმები კოდეინის შემცველ კომბინირებულ პრეპარატებზე, ასევე ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველ კომბინირებულ პრეპარატებზე. შედეგები გვაქვს ის, რომ მინიმუმამდეა დასული კუსტარულად დამზადებული დეზომორფინისა და ამფეტამინების მოხმარება, როგორც გამოვლენა, ასევე მოხმარება და ამ კუთხითაც პაციენტების მიმართვიანობა სამკურნალოდ მინიმუმამდე არის დასული.